როგორ ახალ? ოდა. კარგად. რა შევით როგორ ახალ? ვიჟი შემოგევლე. ჩვენ ხვალდაპირების დახვედრას. ხო. რა ვიცი ესე გამოვიდა. ეს ჩემი მეგობარია მამჩა. მართლა? გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენთან დარჩება ორი. ძალიან სასიამოვნოა. მხოლოდ 1-2 წლით. აუცილებლად რას ბრძანებთ? ჩვენ ამით მხოლოდ გაგვახარებთ. დღეს მე წავიდოდი სოფელში, მაგრამ თქვენი შვილის ამბავი ხომ? მერტ რა სალაპარაკოა. აი ეს გასაღები. თქვენ წადით, მოწესრიგდით, დაისვენეთ, გამთავისუფლდები და მეც მალე მოვალ. ჩვენ მამას გავულით. მამა საავადმყოფოშია. საავადმყოფოში? ვერ გზნობდა თავს კარგად და დავწვინე. ახლა შენთან წევს? არა, კარდიოლოგიურში. ახლა უკეთესად არის. შენ არ დარდო. დავაშკაცებულ. რა ვიცი? მანუჩარი ამბობს დავაშკაცებას ტანში და სიმაღლეში მომოდება არ შველის. ჩვენ გაცხოხილა შენი მამჩარი. ჩემი ნათქვამი არ გეგონოთ ეს ბატონო. ჩვენში გამიგონია. გამოვაგეთ პანდერა. რა იყო? ცოტა ხო არა ხარ? სიგარეტი მომეც. ჩვენ დავანებეთ თან. დიახ ბატონო, მე რა აღარ ვეწერეთ. კარგია რომ მოგიხერხებდიათ. ნამდვილად? ნამდვილად. ძნელია, ძალიან ძნელია, მიჭირს. შენ რა საპირე? არ ვიცი. მაინც? თუ არ მომიფიქრებია? ნახოთ. და შენ თუ გითხავთ, ისევ აკადემია უნდა. ამბობენ რომ აკადემიაში ძალიან დიდი კონკურსიაო და კონკურსში შეუშინდი, მაშინ ვერ მოხვედრილ ხარ ვერსად. შენ რა საპირე? მე ჯერჯერობით არა მაქვს გადაწყვეტილი. ჯერ სოფელში წავალ და მე ვნახოთ. არა, 4 წელს აუცილებლად უნდა შენ ალბათ ინერვიული რაღაცაზე, ხო? არც ისე. წამოდი მაგ სამუშაოდან. აგერ მოეწყობ ინსტიტუტში და დავანებებ თავს. ხო ხედავ რა დღეში ხარ? არაფერ, გამივიდა. გამარჯობა. წავით ახლა ვიჯერხ ნოღურად ჩემ საცოდაობას. ორჩი? ორჩი. ხონება. პუშკინივით აბანოდან ვიწყებ თბილისთან ურთიერთობას. ხავი გამაძრო რა შეპირდი ამდენ? არაფერ. ბილეთის საფასურში შედის ეს. ага. ხოხარ ძია. მე გავძელი ბოლო კეთილებს. იუძლებ, მაგრამ ასე ჯგუფშიაც კი არ გავლახულვარ. საოცარია ხო ეს? რა არის საოცარი? ჯარში რომ მივდიოდი. მეგონა ჩემი წასვლით ქალაქი დაცარიელდება მე. შეხედე რამდენი ხალხი. სოფლები დაცარიელდა და იმიტომ. ჩაჭვას ნეტა ამ ხო. ხოდამ, მე-20 საუკუნეს დედამიწის მოსახლეობა შეხვდა 1.650 მილიონი მცხოვრები. ეს ციფრი ნელა მარტულობდა. მეორე მსოფლიო ომის მერე განსაკუთრებით. ეხლა ვარაუდია რომ 90 წლისთვის 5 მილიარდს გადააჭარბება. ხო. გადააჭარბებს აბარაიქ 2000 წლისთვის კი 6 მილიარდ 200 მილიონი. ხა, 4-ს გამარჯვეს. გამარჯოს. გამარჯობა. გამარჯობა. სულ ჩამოხვედი? აშო. არა. ვერეგნა. კარგად იყო. არა. მინიყო. არა რა. ისპოეთ. რა გვარია? ეს. კარგი პოეტი ყოფილი. მაგარ. ოთა. გამარჯობა. როგორ ახარ? შე როგორ ახარ? სულ
იცი სუხიშვილებთან ცეკვავს. კარგია. მე თეატრალურზე ვაკეთებ ჩაბარდოს, მაგრამ არ ვიცი მოგდებით თუ არა. არავინ ამყავს. ნახოთ. ხომ გამოვიდეს? აუცილებლად. პოლის ამხანაგები იყვნენ? არა. რა ვიცი რაღაც შინაურულად კი შეხვდნენ. მოგეტონა? არა. შავთმიანსაც თუ ჩაბარების ეშინია და მაშინ თვითონ რა უნდა? ბიჭო, გაიგე რა არ არის ეს ცხოვრება ესე მოწყობილი შენ რო ფიქრობ. მან უკნას ისე იყო მოწყობილი როგორც ჩემ ფიქრობ. Солдат, почему не в форме? ვა, გედა. როგორ ახლა ბიჭო, მთელი დღეა გირეკავს, სადა ხარ? გავიქი ათასაქმეზე. გამორდი. ანუ ჩარე გაიცი. ო, სასიამოვნო. ზემა. ეგრე იქნება ერთ წერილი რა გახდა. ო, წერილი თორე ახლა მე. გახსოვს ბავშვობაში საზაფრთხოებრივი. მერე? გახსოვს. ახლა ნურას უგაცრავ. ვითომ რა მთელი დღეები ვარჯიშობს სარიელ კუნთებია. ვინე? ვინის მოიმა? მაგას ვერ დავიჯერ. პიესა რომ დაწერა ისი? მაგარი პიესა იქნება. თოჯინების თეატრში მიიტანა. თავარმა რეჟისორმა ვერ გაიგო და დაავალა ლით ნაწილი გამგვეს. რომ მოვა, კითხეთ რა გინდათ ამით თქვა. ზუსტად ასე კითხეთ. რა გინდათ ამით თქვა. მართლაც მეორე დროს რომ ისულა ზაზე და შეეკითხეთ. ვერ გავიგეთ რა გინდა ფულია უყურია ამით. შერაშო. ავიც რაღაცა შალე შევ ჩემთვის. ძლივს მოხდი აკადემიაში. ისეთი კონკურსია პიკასო რო იყო ვერ მოხვდები. პიკასოზე მაგარი ყოფილიყარ. არა ბიჭო. ძმაკაც ჩამოვიდა ჯარიდან. სადმედი ვარ გამაგები. ჩავისი. თუ გინდა წავდეთ საჯარო ბიბლიოთეკაში. ვიფიქრეთ რა. აწი რა. ოტარ, დედა შენი რო გველოდება? იოს მე მეკინე. ანუჩარი. მანუჩარი? მაჩეძი რა არის? არაფერი. არაფერი. სულ არაფერი. არაფერი. მანუჩარი. ეხლა სცენარს წერ. მერე? თავარი გმირი მყავს მანუჩარი. თუ კიდე ჩაგიწყობ. არა, მე არა, მოგოთ მე არა. ზაზაგე. დღეს რა დღეა? 4 შაბათია, შენ რა კალენდარი არა გახსახში? ბიზაჩემთან სახელოსნოში. აუცილებლად ბიზაჩემ. იაფა, სწრაფად და კარგად. გადავიდოდი ეს კიდევ ცეკვავს. არა, აბა გამოვისმინდა. აბა დიდი სიამოვნებით დავა. აკი არ მინდაო. არა, მინდა. ამბობ, დიდი მადლობა. ეს პატიცემოს რობინ ჰუდს. ეს მე ვარ, რობინ ჰუდი, რატომ? ჩემს წარმოდგენაში ასეთი იყო რობინ ჰუდი. საწინააღმდეგო თუ არ გექნებათ, ასე დაგიწერე. არა, თქვენ როგორც გესიამოვნებათ ის. დალი და მე გიმარჩიელებ. მემარჩიელებ? მე აღარ იქნება საინტერესო ცხოვრება, თუ წინასწარ გეწოდინება ყველაფერი და ყველაფერს კი არ გეტყვი, ზოგადად გიმალავთ. მალავთ.
შენ ყველაფერი გაინტერესებს ხარდა ჩემთან ლაპარაკის. რის გარდა? ჩემთან ლაპარაკისა. გეშლება მაიკო, გეშლება. არაფერი არ მეშლება. თქვათ ასეა, მე რა. იტავა სახლში. წავდი. ხუთა წავა. ოთარ რას ხატა? არაფერს. მაშინ მე დამხატე. თავიაზე. ცოტა კიდე. როდენი და არის კიდევ რამდენიმე სახელი მსოფლიოში. რა არის შენი როდენი მთელი მის შემოქმედებას ერთი უბრალოდ ტიბეტური ქანდაკება მირჩენია. ბიჭო, შენ არაფერი არ გესმის, არც ტიბეტური და არც ეგვიპტური ქანდაკება. ეგე? იცი რა? მეც უნდა დავიწყო კარატე. კარატე? დიახ. ისე ჯუდოზე რა აზრისა ხართ? შენ ხუმრობ და მე მართლა გეუბნები. დაიწყო ამან ისე. დიახ, დავიწყე. მერტენ ჩემო რა გიშველება. რა შექმნა ისეთი საკაცობრიო, ერთ-ერთი მოაზროვნა და მოქალაქე კენი და ყველა მისი ქანდაკება. კედელთან მისადგმელია გარშემო ხომ არცეც არ შემოვლება, არა? ერიქეთ შეშტერო, კეინი იმით არის ცნობილი, რომ საიდანაც არ უნდა შეხედო. კომპოზიციაში არის. შენ რომ გეკამათები და გელაპარაკები შტერვა, მართალი ხარ. აი ხომ ხედავთ, სულ ასე გაუთავებლად ბავშვები ვიტკინკლაობენ ერთმანეთში. სიგარეტე არა გაქვს? აქ ერთი ცალი. შენ რა ორი გინდა? გუშინ კინოსახლში ვიყავ. ფელინის ბოლო სურათი ნახე. ხურავს, ნო, გენიოსია. რა რას ამბობს ეგოიმი? ფელინი გენიოსია. ერთი მითხარი მაგასთან კამათი შეიძლება? ბარაბანია ფელინი, ბარაბანი. ეგეც მე ვარ? ვიდი ახლა და მაგას ელაპარაკე. პიკასო არაფერია, ფელინი ბარაბანია. თქვენთან ლაპარაკი არ შეიძლება. ბიჭო, შენ კინოს აზზე არა ხარ. ხო, მე აზრი არა ვარ, თქვენ ახლა ყველაფერს აზრზე. მაპატიეთ რომ ვერევე, მაგრამ ყველას ასე გამოსხარებება მე მგონი არ შეიძლება. რადგან ვამბობ ეგრეა. მე მრჩევლად არავის გამოვადგები. მაგრამ ის კი მწამს რომ კაცმა რამე ხელობა უნდა იცოდეს. რა ხელობა, დურგო? რა გითხრა ასეთი? არაფერი. რა იყო დედა შეგაგინა? უარეს. აი რა თქვა აღარ იტყვი? ვაჟაბშაველა ვერ ახსენა კარგად.
აი ერთი კაცი. რა გასინი? ეკნატე ნინოშულზე რო ვეთქვა, რამე კიდე მესმის, თქვენებურია და. რა კარგი გულო. რომელი? მაგი არ არის შენი კაცი. მირთით. მოინახული შენი მეგობრები? კი. ხო მართლა. ნუ გზარმა დარეკა, თუ მაგრად არ მოემზადა გაუჭირდებაო. იმასაც მოცლია რა. აი, ოთარ. სხვათა შორის, იმაც შენი არაფერი მართებს. ისე სხვათა შორის, არც მე არ მართებს მისი არაფერი. ოხ, რა უცნაური ლაპარაკი იცი ხოლმე ხანდახანად. ეგ რომელი გზარია? ჭამე. ოთარ, ტელეფონთან. დაიწყება ახლა გაუთავებელი რეკვები. ასე იყო ყოველ დღე სანამ ჯარში წავიდოდა. ყოველ დღე ხეტიალი, არ ვიცი თუ ახლაც ასე გაგრძელდება. კარგი რა დედა რა, არ გვინდა ესე ამასაც უწონე. მე ტელეფონთან. ვინ უნდა იყოს? ნეც. კაცრაი. ოთარ მე წავალ დავიცინე. აჰა. თქვენ ჩაიდალიეთ და დაწეკით, ლუგინები გაშლილია. დასგურის გამორთვა არ დაგავიწყდა. კარგი. რა მინდა? არ არის მაგი შენი საქმე. სამ ქვეყანაზე უკმალად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს თესავს ბერტოლდ ბრეხტ. დო, მი, დო, სოლ, მი, რე, სოლ, ფა, რე, სოლ, რე, დო.
სერობინ დღეს ასად გაგიშვებ, შენ ჩემი ტყვე. სიამოვნებით. ვიჩქარ. მაინც უნდა იცოდე კაცმა რა გინდა და რა შეგიძლია. ეგ ნამდვილად უნდა იცოდე. ხოდა მე ჯერ არ ვიცი. თქოს ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი. ეძებ სერობინ. და ჩათვალე რომ მე ჩემი ექსპედიციის წევრი ვარ. დიდი მადლობა. ხაურობა სულ მენატრებოდი. გაგიკვირდება ნინო, ციმბირი შემოვიარე და თბილისში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამბობ. გავქნა ასე მოხდა, ვერც კი გამემხელია სირცხვილი. დავდივარ ეხლა და ასე მგონია, თითქოს ეს ყველაფერი ნაცნობია. სიზმარში მახსოვს ანახი ეს ყველაფერი. შენც ნინო. მე? წუხელ? არა. ადრე სანამ გაგიცნობდი. ადრე? მე თუ გადავწეს კაცი. საუკუნეში თითოეულ ასეთი საფლავი ხომ ეყოფოდა საქართველოს. Увидела твою бессмертную в памяти русской. Но для чего пережила тебя, любовь моя? სუფილი მაწვალებს შენი კოცნა მინდა არც გასაგბირია კოცნა აკვალში მასწავლეს შენ კი ძვირფასო აგაცილი ბოროტ გარს დაგიზრდი შვილებს იმიტომ რომ მიყვარხარ და არ ვიცი
ნინო. აუ, რას გიხარ, სად იყავ ბიჭო? შემოდი. ჩემი ჩემოდანი სად არის? საწოლის ქვეშა. მივდივარ სოფელში. რა? ქორწილი მაქვს შემოდგომაზე. რა ქორწილი? გამაგებინე რა საკეთე? დაუშვი ხელი. პირველივე მატარებლით მივდივარ. პირველივე მატარებლით. მომზადება ხომ მინდა? დასაჯდომი მე არა მაქვს და დასაწოლი და. რა ხოდავ, გამაგებინე? გეუნები ქრისტიანულად, ქორწილი მაქვს მეთქი შემოდგომაზე. დაპატიჟებული ბრძანდებით მთელი ოჯახით. მეტი შეკითხვები არ იყოს. არა ხარ ნორმალური ნაღდათ. რა ვქნა, რაც ავარეგა ვარ. მორჩა დაგათავდა. თოჯინა. დედას ფოდოში მოუხადე ჩემ მაგივრად. მამას მოგიტყვი ხალხს. აიგე. წერილებს მომწერ ალბათ იმედია. მოიცადე გაგაცილას. არავითარი გაცილება არ მინდა. მარტო მინდა ყოფნა. გამარჯობა ძია ესტატე. გამარჯობა შედი, რომელი ხარ? მანუჩარი ვარ, მანუჩარი. დაბრუნდი შეისმაგისპე, ხო? აბა? დავბაცე ბატონო პეტრე. როგორ თათია, როგორ ხარ, ა? მალუჩარ ბიჭო. თქვენი ჭირი. ასე უთქვათ. შენი ჭირი. მამა. რატომ არ შეგვატყობინე ბიჭო? როგორ მომენატრე? მალუჩარა. ნაცვალე შენ. დედა შენ შემოგევლე. შენი ჭირი ბიჭო. მომიღამდა ბიჭო შენს ლოდინში თვალები. როგორ ხარ? როგორ თათია, მომაქცია ყურადღებას მაივარ შენ. ბიჭო. რა ხარ ბიჭო, ერთებეშა ვერ გამომიწევ ბიჭო. აღდებოდი. რა ვიცი, აბა. მითხარი და მე გოგო, ლაპარაკი არ იცი? რა იცი ამ ქვეყანაზე მაგისენა რო არის. აცალე პატარა ხარ. მართალია, თათია. წადი სოკრატიძიას გიტარა მოუტო. ათი გაიქეცი. აბა, შუდობას გაუმარჯოს. 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 გამარჯოს. იცოცხლეთ. კარგად გამოიყურები, მამა. არა მიშავს. თუმცა ახლოანზე შემოდგომის. მაგასაც აქვს თავისი სილამაზე. დეიზაზე, კაი გოგო. ალბათ აქვს. ხო. ახლა რასაბირებ? რა ვიცი, მუშაობას დავიწყებ ალბათ. სწავლას არაბირებ. აცალე, შეგასო, ბავშვი არ ჩამოსულა. ჯერ უნდა ვიმუშაო. რანაირად გარბის ეს დრო, ბიჭო, ასე მგონია გუშინ იყო მეთქი ჯაირიდან რო ჩამოვედი. სად გაქრა ბიჭო ეს წლე? სწავლა მაინც საჭიროა. ვისწავლი რამე. შენ ჩემო მანუჩარ. სწავლაც კარგია, შრომაც, მაგრამ ოჯახი ყველა ჟოვია. ერთი კაი ქორწილი გვაჭარა ყველა ჟოვია. რა ვიცი რა.
გაკათებდა კარგი ხარ მაგრამ მე რას მარიხარ ტანკში საჭესთან ჯექი? დიახ, მაგრამ მე ავტომოტორიზებულ ნაწილში გადამიყვანეს. მან და რიცნობა შეამოწ. მართალი არის. რა მანქანას ატარებდა? ზილს. ანდრო გამარჯობა. პეტრეველი ვარ. 1-2 დღით მძღოლი მჭირდება თბილისში უნდა გავაგზავნო. კარგი ბიჭო, რას უწუდებ, რა მოგივიდა, მე თვითონ გიგზავდი. პირდაპირ ავტოკოლონის უფროსი. ცოლ-შვილი ჰყავს? სექტემბერში მეყოლე. რა, დადგენილება შეგაიგაცა. თუ ივარგებ ბინასაც მოგცემ, მანამდე საერთო საცხოვრებელში ისხო. უნდა ვივარგო მე ჟაგზამს. სადაური ხარ? მიხაურელი. სახელი რა თქვია? მანუჩარი? ვა, სახელის რომ კარგი გქონია ბიჭო, გადასარევი. მანუჩარჯან, პატივი უნდა ცეცმურად. ერთი ცისტერნა ბენზინი მაქვს გადასატანი პორტში. თუ დაღლილი არ ახარ, ახლა შეუდგეთ საქმეს. მოვჭით? კი ბატონო. უარს ნუ ვეტყვი. აი, თვალე სულში. ჯერესაბები გადაყლაპენ. მაგარი ჩაი დამსხე. არა, მაგარი ჩაი არ შეიძლება. აიღე. აბა ჯენება შეიძლება, ამას არც ფერი არ აქვს და არც გემო. ყველაფერი შეიძლება ზომიერად. შევარცხნე მე მაგასთან ცხოვრება, ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. კარგი რამე, როგორ გეკადრება თითქოს ცხოვრებაში სმაჭამის მეტი არაფერი აქვს. მოდიოთ. რა რას უწერება ეს ბიჭი? ეხლავე. რაოდა? კარგად ვარო. სამუშაოდ მოვეწყე ნავთობ გადასამუშავებელ ქარხანაში. შობლები მომიგითხეო. ფიძია მერაბი, რა თქმა უნდა, სიგარეტს აღარ ეწევაო. რა არის ეს მერაბ? არ ვეწევი, ქალო, უბრალოდ მიდევ ჯიბეში და არ ვეწევი. მე შენ გეკითხები, რა არის ეს? არ ვეწევი, ქალო, ასეთი მეთოდი ახალი, ფსიქოთერაპიული. კიდევ ჯიბეში და არ ეწევი, ხო? ხო. რა უნდა ისწავლოს ბავშვმა შენგან? ყოველ შემთხვევაში ჯაშუშობას ვერ ისწავლო. ო? როგორ გეკადრება მამაჩემ? ეს ჯაშუშობა კი არ არის. თქვენი კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მე ვამაყოფამთ. ოთარ. იცოდე, მამა შენმა ერთი სიგარეტიც რომ მოსწიოს, მე წავალ სახლიდან. თქვენ თავს ავფიცავ. გაიგონა? ხო იცი, სიტყვის ქალე. წავედი მე. ურუსახ დაანგრია ოჯახი და წავედი. კარგია.
მერაბ. კარგია, განაგრძეთ. გაბედულება გაკლია, მაია, ნუ გეშინია, თამამად. ზაზა, ამოსწიე თვალები. ამოსწიე, ნუ თუ ვერ გზნობ რომ ჩავარდნილია, მერე გადასვლასაც მიაქციე ცოტა ყურადღება. არაა საჭირო სიჩქარე. თქვენი სახელი? ოთარ. თქვენ ახალი ჩამოსული ხარ ჯარიდან არა, ოთარ? დიახ. თუ წელს აპირებთ გამოცდების ჩაბარებას, ძალიან დიდი შრომა მოგიწევთ. ნახოთ. ანუჩა, რატომ არ გადმოხვედი ჩვენთან? ისეთი კალმახები დაიჭირეს ბიჭერმა რომ. დამეცი დაღლილი ვიყავი, დამეზარე. გამარჯობა. დაგიმორჩი. მოიც ერთი მატორს გამოვთავ და ჩამოვალ, დამელო. ნატურა რა ვყავ? დღეს ნატურა არ იქნება. ჩვენი ნატურა ავად გახდა. ალბათ ერთი კვირა არ იქნება. არ იქნება და თუ იქნება. რა ვქნათ ახლა? მე მოხობახზე გუშჩარიცე. მე გვაცხადებ კონიაკის დღეს. მე ვიგდაჩინა. საინტერესო გამოფენა. თბილისში ჩამოიტანე. ხო, აუცილებლად. ხო, კარგია. შენებაც ახს. სპეციალურად დოკოს დაუსვი. ცოტა ზაგი ძალიან არა, არ მინდა. სიმბოლურად. შენ არ ხო? არა. მე? შენ კონიაკი? დიახ, ვიზერა ნაკლებია. რა ჩვენთვის არ შეიძლება სიმბოლურად. ცუდად ხო არა? ცუდად კი არა, გენიალურად. ასწორებს. ასმუშტერები ხართ. თვალ კაცი არ გინახავთ. ხატეთ, შემოძმებო, ტერს დაასეთ ის არისო, თუ ხატრები არ გამოხვალთ, ჩაბნას მაინც ისავთ. ნახე ბიჭო, რა ნამუშევრები მოგიტანე. ანგლო ხარ რა? ამით ნაღდად გახვალ გასაუბრებას. ვისი ნახატები? არის რა ერთი დარტყმული. შარშან ერთად ვალარებთ აკადემიაში. არ მიიღეთ. რა და არ მიიღეთ? რა? შემდეგი. გამარჯობა. ახალგაზრდა, რამდენი წელს ხართ? 22.
ამდესად იყავით. ჯარში. სლას მორჩი? დიახ, მოვჭი. და წადი დაისვენე, დილით ადრე ხარ ასალგო. მაგრამ ანდრობიძეა, ძალიან ფუთ. მე შენ გითხარი, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ვითომ რატომ რა მოხდა ასეთი უსაშველი? შენ ყველას დებიან უხარ. ამას რა თუნდა ვიცი შენ დაც. ორი შენოდენა ენა აქვს. თვითონ უფროსმა დაიჭირა. ბატონო ანდრობიძე. შენ გაჩუმდი. შეხედე რას გავს. რა გინდოდა ბიჭო ასკანაში? ახლავე აგიხსნეთ. დედა ჩემი იქ ცხოვრობს. ახლა მამა ჩემიც იქ არის. აჯა, მე ეს სახელმწიფო მანქანა, მამა შენის ურემია რომ დააგრიალე პაკეტი კი? რამდენი ხანია მამა ჩემი მეხოდება, ერთი მანქანა სილა მომიტანეო. სახლს ვაშენებ. ბევრნი ვართ. მაინც რამდენი ხარ? 900. რა მოხდა ეს ერთი აპატია? მე არაფერი შემიძლია რა ვქნა. წადი. უფროსი ელაპარაკე. ანდრო. გისმენთ ბატონო? ორი მანქანა წაახმარა ზედაუბანს გზაზე ასფალტი გუჩდება. საიდან მოხსნა ბატონო და? რეზერვი. ტუმბოების გადმოსატანად გავგზავნეთ თქვენი ბრძანებით თუ გახსოვთ. არის რეზერვი. შენ რომელი ხარ? გლონტი გახლავარ. მძღოლი თქვენ რომ ასკანაში მანქანა შეხვდათ. ჩამოვიდა? ჩამოვიდა, დიახ. ჩამოვიდა. ანდრო. გააგდე გარაჟიდან თვალით არ დავინახო. კი ბატონო. არ არის სექტორი ბატონო დავით. ვინ არის ეს თავხედი? რა არ არის ბიჭო, სწორი. მე აქ სანთელივით ვეძებ მანქანებს. ის კი აქეთ იქით დააქროლებს, ამ დროს უნდა ვართო და უკითხავად. რომ ეკითხა გაუშვებდით, არა? ანდრო, ამოდი ჩემთან. ახლა. ეს გინდოდა რა? შენებლობის უფროსი მომეც. არ გინდა რა? ისმენთ. ისევ გლონტი გაწუხა. შენ როგორ ფიქრობ, მადლი? მე მეტი საქმე არ მაქვს. მე ვარ ბატონო მოწლილი და კეთილი ინებეთ და მომისმენ. ბრძანე. მართალია, სულ 3 თვეა რაც აქ ვარ, მაგრამ მე ვხედავ არა რაღაცას. როცა მშენებლობის ინტერესები მოითხოვს, კვირა არ არის ჩვენთვის და შაბათი, არასოდეს არაფერში დაგზარები ვარ. გამადლი? არ გამადლით, მაგრამ ერთხელ დასჭირდა კაცს მანქანა და წაიყვანა, მოახმარა ოჯახს. რა მოხდა რა, დაიქცა ქვეყანა ამით. საიდან გადაგვრჩა? ავტობაზაში. ეს მოგზაური შენი პროტეჟე? ისიც აქ არის, დიახ. შენ რა ქვია? მანუჩარი. დაიცადეთ. კარგი. შენს არ მოხსნა ბიჭო. მომხსნია და მოვხსნან, რა უყო, წავიდეთ და ერთად ვიჟებოთ სამუშაო. სად გადამეყარა ის ჩემი ცედის სახლს? დედი არ გინდა? მანუჩა. ანდროვა. დიახ, გისმენ. საწვავია გადასატანი. შენ და შენ პროტეჟეს ორი რეისის გაკეთება დაგჭირდება. 5 იყოს ბატონო, გაუძლებ. ოჰო, აბა თქვენ ის. მე რა ბრატო მოხვედი, ჩვენ ხომ შევთან ხდით რომ შენ ამ საქმეში არ ჩაერევი. არ იყო საჭირო. არა მოგხვდება. შენ კარგად იცი, შენი მიერვეულობა არ შეიძლება, მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს. არ მიერვეულობა. უბრალოდ მაინტერესებს ბიჭის პირველი. ძალიან მღელა. მოგზაურს ვერ ხედავ, არ ვიცი პირდაპირ დარქმო. ახლა ეს ხაკლია მოგზაურს დილიდან იწერელოს ამდენ ხალხში. ალბატონო ლამარა. ბატონო. პირველი ხუთიანი დაიწერა, მომილოცა. მართლა? აი ხომ ხედავ. მე თქვენ რა გითხართ? დაიხედე გამოიხედე ჩვენს გარდა რამდენი ხალხია, რა მოხდა? სხვა მე არ მაინტერესებს. კიდევ ერთხელ დაგინახავთ აქ და დავხევ ამას.
მადლობის მაგერია რა. დავალი. გადასარევია. ეს ბიჭი ასეთი უმადლოა. ამასაც იღებს. ქალბატონო, ესეც გამოგვიწერეთ. მეც მომეთ. ასეთი მეტი არ აქვს უკანასკნელი. დამიტვეთ რა. არა, ვარიანტი არ არსებობს. თქვენ უკეთეს მოგწევთ. მოგეწონებათ. ილისი მინდა შეუკვეთ. ხაზი გადატვირთულია, ცოტა ლოდინი მოგიწევთ. დავით. იქნება არ ღირს დარეკვა. მე მგონი ღირს. სიგარეტი მომეც. თბილისი მეორე კაბინაში. ალო, ნინოს თხოვეთ თუ შეიძლება. ვაიმე, სერობი. ნინო. გისმენ. ვაიმე, რა კარგი ხარ. რატო? რომ დარეკე. როგორ მენატრები. ახლა მე მკითხე. შენ როგორ ახარ? პარკი არა გელოდები. იცი გელოდები. მერე? არა, დიდი ძნელია. ვინ თქვა 1 სექტემბერი? შენ თქვი. ხო დაახია ჩემს. რაღა დარჩა 41 დღე. 42. რა, რატო? იმიტომ რომ ივლისით და აგვისტო 31-ია. ერთმა დღემ ხნა? მერტა როდის იქნება? იცი ძალიან მომენატრე. რატომ გაჩვენდი? ნინო რა გატირებს? არაფერი. შენ როგორ ახარ? მე რა მეჭირს? ოთარი არ გინახავს? არა მომჭირ. არავის ნახვა არ მინდა. რატომ ნინო? გავლა გამოვლას და გართობას მე არ გიშლი. მე არ მინდა მომჭირ. ალო, ნინო, მისმენ? გისმენ. სარეცხი მანქანა ვიყიდე. უთო? უთოსაც ვიყიდე. არა, არ გინდა არა. უთო მე მომყვება მზითებით. კომბაინი ვიყიდე გერმანული სამზარეულოსთვის, ჭრის, კეპავს, თქავს და რა ვიცი რა სარაკეთე. ვაიმე ბიჭო, მოჯამაგირეთ მიყევარ თუ ცოლად. ალო, ნინო, გესმის ჩემი? რავა მაია? ნინომ ვერ წამოვალ. გადაებერთა მაგოგოს. ოთარ გეყოფა სწავლა, ახლა კარგია კავლა. შეუჩდით ადამიანს ხო აღარ ხო მოხვდი აკადემიაში. რაღა გინდა საჯაროში? რა იყო მაია, რას გვემდური?
თქვენ რა შუაში ხარ? გითხარი ვინ გაწყენი? არ გუჩხუბია დღეს და ვერ არის ხასიათი. ნათაი როგორია შენი მარშრუტი? თბილისი, მოსკოვი, შეიძლება გკითხოთ, რამდენი ხნით ბუენოს-აირესი, ამბობენ 2 თვითონ, მაგრამ შეიძლება უფრო მეტიც. ადრე შეგეძლო გითხო. არ გითხარი? მე კი მეგონა რომ უკვე გითხარი. ხოლმე ფინავთ? დიახ. რაშალი ბანკეტ. მიდი ძინი ყურე, დილამდე ვგრიალე. ხედავ ბიჭო, აი მოვიდე. მოიცა, ეს არის თბილისი, უსპადა თბილისის მოს. ვერ არჩევ ერთმანეთისაგან. ხელი გამარჯვე შემოვირბინე, რა ხალხი. შეიძლება რა? გამარჯვე, რა არის? აი ახლა იწყება კეიფი. გია. ხალბატონ ნატოს გამარჯვე. ვიგარა გამარჯვე? აი მე რომ მიყვარს ის შეუბერი. შენ რატო ხარ მოწმენდი? აბა რატო ხარ ასე? გონები არ ვიცი მე. თქოს გამოცდებით ჩავაბარე აკადემიაში მომეწე. შეიძლება იმიტომ შენ რომ მიდიხარ. რამა? ხო გითხარი. რა ქართველი ხარ? ან რა ჭაბუკი თუ მამულს თავი არ ანაცვალე. ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს. მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. რომ დგევარ ახლა თბილისის კართან, შენ გეკითხებით საუნათელო. ამუხეირო ლექსების გარდა, რას გაუკეთებ მე საქართველოს. მოდით ბიჭებო, ჩვენს ქვეყანას გავუმარჯოს. ხვალინდელ დღეს გავუმარჯოს. ლანდე აქ ცხოვრობ? მოგდანით? არ გააბოძა. რატო? ღამის სვლაში იყო. არ გადამრე. მანუჩარ. ატეკი რა შე ძირის გუდა დაღამდა უკვე. საიდან გაჩდი აქ? თბილისიდან. როგორ? რა იყო ბიჭო, რა უბედურება ამდენი ხანძილი რა ხდება? რომელი საათია? გაჩერებულა ეს. აბა მაჩვენე. ჯომა მოიცა. შენ ნუ გეშინია. ან გააკეთებს და ან არა. სხვა როგორ ახ? არა, როგორც მუშათა კლასში შეეფერება, შენ? ისე რა. ჩავაბარ. კარგად? აიკო მოხდა თუ? ვერ მოხდა. მამა როგორ არის? არა უშ. მანუჩა. სათუზოთ მედიარ, შენ ხომ არ დამოხვიდე? ახლა არ შემიძლია, მეგობარი ჩამომივიდა და მეგობარი წამოიყო. კარგი ვნახოთ. რატო არაფერს მეკითხებ? რა უნდა ვკითხო? არაფერ. რა გინდა ძმო? კარგად ცხოვრობ.
შენ გონია ყოველდღე ასე ღვაზე დავდივარ და ფეიქობ არა? არა, ყოველ შემთხვევაში დილიდან ტვინს არავინ არ გიხვრებს. ეს ესე გააკეთე, ესე. ესე ნუწახვალა, ესე წადი. დახაზული ისრებით მაინც არ ცხოვრობ. აბაგა. დასამო ბიჭო, ჩიტივი თავისუფალი გაცხა. არ იცი შენ ეს რა გიხრი. კიდე გავცვალო. რა გავცვალო? ადგილები. კი არა, ხატო რა არ იცი? არა უშავს ვინმე სხვა დახატავს ჩემს ლავიურს. იდიოტი ეს რო გითხარი. რა მოვა ახლა შენი ყბიდან? არა ხარ იდიოტი. ალბათ შენ ძილად უხებს ეგ ამბავი და ამეთოს. აწუხებს არა. ყველა ესე არა. ალბათ ყველა არ არის ეს. ის რა, ძვანე გონცხია? ძვანე გონცხია. Я тебе очень прошу. Обязательно передашь. Моди ахшен, моди. Цади, качгелоდება, цади. Газдатанта, упак, цади. Агора ხარ ჩარია. ანდრობიძეა, პირდაპირ მითხარი რა გინდა? პირდაპირ გეუბნებით, ბენზინი უნდა გადაიტანო პორტში. დღეს არ შევიდე. რა გასაკეთებ? რა უნდა იქ სასვლას და მოსვლას? ვარს მეუბნები? შალიკო წავიდეს. ბიჭო, შალიკო გუშინ სიდედრის 40-ზე გაუჩო. მაშინ სხვას უთხარი. Качунди შემამაძაღლო. არ გახსოვს რა გეწერა უსტავში приказ начальника? Приказ начальника обсуждению не подлежит. Клязерти ძალიან ламაზი ქალი გავიცანი. უბრალოდ იმაგამის. მართლა? მე ხოდა და ხო. Можно с вами познакомиться? Пожалуйста, მე. ხოდა ლაპარაკი ჩამოვარდა სილამაზეზე. მე? ასე მითხრა რომ თქვენი თვითონ როდესაც ადამიანი ბავშვობაში ლამაზია, თანდათან უშნოდებაო. აი, უშნო თუა თანდათან შვენდება და ლამაზდებაო. მე ვთხარი მართალი ბრძანდებით, ბავშვობაში მე ძალიან უშნოდი წარმოვიდი. А что вы хорошо сохранились? მე ვთხარი გაცა. რა, хорошо сохранились? Очень хорошо сохранились. ვაიმე ბიჭო, ცეცხლი. ვაიმე ბიჭო. ჩადი მაგარიდა. ჩქარა. ჩადი! ჩქარა. გაიგეთ ხალხო. გაიგეთ. მოეწალე. მარჯენ. მარჯენ. მარჯენ გავუხია. მარჯენ! გაიგეთ ხალხო. გაიგეთ. გაიგეთ. მოეწალე. მარჯენ. როგორ მოსამდე უნდა მივახო? მოიწალე! პირდაპირ არის. ხოდა გავაგრიებ და სხვას შევაგდოთ. ჩქარა. სხვას მივახოდები თუ არ გამიგე? კარგი? გადახსნება. გადახდი! აი! გადახდი!
არა. ტემპერატურა რამდენია? 37-ის. ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ.